მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, ვაგრძელებ ჩემს ციკლს წონაში კლებასთან დაკავშირებით და დღეს ვისაუბრებ წონაში კლების პრეპარატებზე ორ ნაწილად. დღეს ვისაუბრებ ტოპ 5 პრეპარატზე, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, რა დროს გამოიყენება, რა აქვთ დადებითი, რა აქვთ უარყოფითი და რა აქვთ ნეგატიური ეფექტები და რამდენად ეფექტურია, იმიტომ რომ იცით ალბათ რომ ხშირად ამბობენ წონაში კლების პრეპარატებზე, რომ თავიდან დაგაკლებინებს, მე მოიმატებ და ასე. ეგ ნაწილობრივ სწორია, იმიტომ რომ წონაში კლება იმდენად კომპლექსური მოვლენაა, რომ წამლით დაკლებული თუ შენ ცხოვრების წესი არ შეცვალე და წამალს თავს დაანებებ, მოიმატებ, ეს წამლის პრობლემა არ არის, ეს იმ ადამიანის პრობლემაა, ვინც იღებს ამ წამალს, რადგან ან წამალი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ შენი ხელშეწყობა ჭირდება. შესაბამისად, ეს ფიზიკის კანონებია, რომ თუ ბევრის ჭამას გააგრძელებ, რაც არ უნდა წამალი სვა მანამდე და წონაში დაიკლო, მე ისევ მოიმატებ. ანუ აქ არაფერი არ არის, არც გასაკვირი, არც უჩვეულო, მაგრამ წამლები ეფექტურია და აი ამ ეფექტურ წამლებზე ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, ზოგ შემთხვევაში სერიოზული უარყოფითი მხარეებიც, რომელზეც ასევე ვისაუბრებ. და პირველი არის სემაგლუტიდი. სემაგლუტიდი შეგხვდებათ ყველაზე ხშირად, როცა წონის კლების პრეპარატებს მოძებნით, ეს არის ვეგოვი, მაგალითად ოზემპიკი და სულ სტატიები იწერება ხოლმე ოზემპიკი ესე, ოზემპიკი ისე და ეს არის სემაგლუტიდი იგივე. სემაგლუტიდი არის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის ეს აგონისტი. ეს ნიშნავს, რომ გლუკაგონის მსგავს პეპტიდს ან GLP-1-ს ეძახიან, ამ ჰორმონს გავს. ეს ჰორმონი ორ რამეს აკეთებს, ორ ყველაზე მნიშვნელოვანს, ან მეც აკეთებს, მაგრამ ორ ყველაზე მნიშვნელოვანს აკეთებს, რომ ერთი კუჭის დაცვას ანელებს და ადამიანი საჭმელი კუჭში გადამუშავდება უფრო ნელა, ან გადაადგილდება უფრო ნელა და ადამიანს უფრო დიდხანს გრძნობს თავს დანაყრებულად და მეორე რაც ხდება არის, რომ თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში არის ეს რეცეპტორები, GLP-1 რეცეპტორები და მოქმედებს მასზე დანაყრების შეგრძნებას იწვევს. ეს GLP-1 რეცეპტორები ნორმაში გამომუშავდება სარწყმის მონელების სისტემაში, მაშინ როცა ჭამ საკვებს, მაგალითად ცხიმიანს ან ცილებს. და აი სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დაახლოებით ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს კაი ბევრი ცხიმიანი საკვები გაქვს ნაჭამი და რო აღარ გინდა საკვები. აი ეგეთ გრძნობას იწვევს. ამიტომ ითვლება, რომ ძალიან ეფექტურია. 1 წლის განმავლობაში დაახლოებით ადამიანები იკლებენ 15% თავისი წონისას, საკმაოდ ბევრია, საშუალოდ ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს და ეს ზოგადად ძალიან ეფექტურად მიიჩნევა და ბევრად მიიჩნევა. და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მათის დამთრგუნველია, შესაბამისად მაღალ ეფექტურია. პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა არის, რომ რამდენიმე შეზღუდვა აქვს მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი არის, რომ ეს არის ინექციები, კამქვეშა ინექციები, თუმცა მიღების ფორმა საკმაოდ მარტივია, კვირაში ერთხელ უნდა თან. ამიტომ დიდი პრობლემა არა, მოკლედ ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ შეიძლება ქონდეს გვერდითი ეფექტები. გვერდითი ეფექტები ძირითადად არის გულისრევა აღებინების შეგრძნება, შეკრულობა, ზოგ შემთხვევაში ფაღარათი, დიარეა და ზოგ შემთხვევაში სერიოზული გვერდითი ეფექტები. მაგალითად, პანკრეატიტი ან ნაღველში კენჭების გაჩენა. ეხლა ნაღველში კენჭების გაჩენა ეგ ძალიან მეორადია და უფრო ჩქარკლებას უკავშირდება ვიდრე თვითონ პრეპარატის მოქმედებას. ჩქარმა კლება მიცის ნაღველში კენჭების გაჩენა და მაგის გამო ვითარდება. პანკრეატიტი იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია გამოიწვიოს, რაც სერიოზულია პანკრეასის ანთება და ასევე არის კვლევები, რომლის მიხედვითაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე ფარისებრ ჯირკვალში. ოღონდ ეგ არის ცხოველებზე და ადამიანებზე არ არის ჯერ საკმარისად
უბრალოდ ადამიანებზე არ ვლინდება მსგავსად. ამ ეტაპზე არ გვაქვს მოკლედ შეჯერებული პოზიცია რა ზოგი ამბობს რომ შეიძლება ადამიანის გამოიწვიოს, ზოგი ამბობს რომ არა. ანუ მაინც უნდა მივიჩინოთ რომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რისკი გაზარდოს. ოღონდ ზოგ შემთხვევაში არა ყოველთვის ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოიწვიოს ან დაბალი შაქარი, ასევე ის ადამიანები, ვინც დიაბეტს მკურნალობს. ეხლა რთული საკითხია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამლად არის მიჩნეული. ამ ეტაპზე წონაში კლების პრეპარატებს შორის ყველაზე პოპულარულია, ყველაზე ხშირად გამოყენებადია, იმიტომ რომ რომ შეზღუდვებზე ვსაუბრობ, იგივე პანკრეატიტი, ჰიპოგლიკემია, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების რისკი, მაინც იმდენად ცოტა აქ რისკები და იმდენად ცოტა ადამიანში ვლინდება, რომ ჯამში მიიჩნევა უსაფრთხოდ მოკლედ რა და ერთ-ერთ ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა. კვლევები გატარებულია 2 წელზე თითქმის დადგენილია რომ უსაფრთხოა. 2-ზე მეტზე ტარდება კიდე კვლევები, რამდენად უსაფრთხოა. FDA-ის მიერ არის თუ არა აღიარებული, არის აღიარებული ჭარბი წონის სამკურნალოდ, ვისაც საუბრს მასის ინდექსი 30 და მეტი აქვს, ან 27 აქვს, მაგრამ აქვს თან დართული დაავადებები, მაგალითად ჰიპერტენზია, მაგალითად ზოგ შემთხვევაში პოლიცისტური საკვესხის სინდრომი, ინსულინრეზისტენტობა, დიაბეტი და დისლიპიდემია, ანუ თუ თან დართული დაავადებები აქვს, მაშინაც ნიშნავენ ოღონდ ძვირი ღირს, საქართველოში რამდენადაც მე მითხრეს ანაზღაურებს ამას დაზღვევა და უფასოდ შემომთავაზეს, რამდენიმესგან გავიგე და დეტალები არ ვიცი, მაგრამ თუ ვინც დაინტერესებული ხარ, შეგიძლიათ მოიკითხოთ მოკლედ და თუ კომენტარებში დაწერთ, კაი იქნება, როგორ ფინანსდება ეგ საქართველოში, იმიტომ რომ რაღაც თითქოს მე გავიგე რომ ფინანსდება და ზუსტად არ ვიცი როგორ არის. ამიტომ ვინც იცით დაწერეთ, საინტერესო იქნება. ხო რაც შეეხება მეორე, ხო და რამდენი ხანი უნდა მივიღო, მიიჩნევა რომ დიდხანს უნდა მიიღო, მიიჩნევა რომ შეიძლება წლები მიიღო ადამიანმა ეგ და თუ შეწყვეტ თუ კი ჯანსაღკვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და კვებით არ შეუწყობ ხელს, ისევ მოიმატებ. ანუ ეს არის ფიზიკის კანონები და ეს არის იმ წამლის პრობლემა, ამიტომ გარდაულად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერ ადამიანმა, ვინც გააწყობს რომ წამალი დალიოს წონაში დასაკლები, ან ნებისმიერ შემთხვევაში. მეორე პრეპარატი არის ლირაგლუტიდი. ლირაგლუტიდი არის პრაქტიკულად იგივე რაც სემაგლუტიდი. ოღონდ ახლა ეს არის განსხვავება რა, რომ ეს უფრო ადრე შეიქმნა, ეს უფრო ძველია და ყოველ დღე ჭირდება ინექციები. და თან კიდე ნაკლებად ის არის, ნაკლებად ეფექტური, ანუ არაფერი დიდი უპირატესობა არ აქვს სემაგლუტიდთან დაკავშირებით, ამიტომ ლირაგლუტიდიც მიღებულია FDA-ის მიერ, უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა, ცოტა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა. 3 წელზე აქვს, რომ უსაფრთხოა 3 წელი მისი მიღება. ამიტომ დიდი არაფერი რა, არაფერი განსხვავება სემაგლუტიდის და ლირაგლუტიდის შორის არა, ის კვირაში ერთხელ მიიღება, ეს ყოველდღე მიიღება. ამიტომ სემაგლუტიდი ბევრად უფრო პოპულარულია და ბევრად უფრო აქტიურად იყენებენ, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელოვანი უპირატესობა არ აქვს, მოკლედ ლირაგლუტიდს რის გამოც შეიძლება ადამიანმა თქვას მასზე, რომ ეს მინდა. ხო, შემდეგი პრეპარატი არის ფენტერამინ ტოპირამატი, ესეთი პრეპარატია, ქსიმია, ესე ქვია. ესეც აღიარებულია სხვათა შორის FDA-ის მიერ და ახლა ეს ფენტერამინ ტოპირამატი რას აკეთებს? ეს არის სტიმულანტი, ფენტერამინი არის სტიმულანტი, რომელიც ამფეტამინის მსგავსი მოქმედება აქვს და ასევე და ეს ტოპირამატი არის ანტიკონვულსანტი. ანუ კრუნჩხების საწამლო პრეპარატია, მაგრამ საკვებზე დამოკიდებულებას ამცირებს. ესეთი თანა მოქმედება აქვს, რომელიც დადგინდა რომ თურმე ესე აკეთებს. აღიარებულია FDA-ის მიერ, რომ შესაძლებელია მისი მიღება, სხეულის მასის ინდექსი თუ 27 და მეტი აქვს ადამიანს, ან და თან აქვს თანდართული დაავადებები, ჰიპერტენზია, დიაბეტი, დისლიპიდემია
ასევე გამოიყენება ემოციური კვების დროს, ადამიანებს ვისაც ემოციური კვება აქვს, ან ერთ ბაშად რომ ბევრს ჭამენ ხოლმე binge eating disorder, ესე ქვია მაგას. ასევე გამოიყენება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს, როცა ადამიანს აქვს ის წვანში მატება. ეს პრეპარატი მიიღება კაფსულების სახით დღეში ერთხელ როგორც წესი და უმეტესად ნიშნავენ 12 კვირის განმავლობაში, თუმცა 1 წლის განმავლობაში აქვს უსაფრთხოებაზე კვლევები, რომ უსაფრთხოა ზოგი კვლევით მეტიც, მაგრამ ერთ წლამდე მიიჩნევა, რომ უსაფრთხოა. დაახლოებით წელიწადის განმავლობაში ადამიანი იკლებს სხეულის მასის 10%, საკმაოდ ეფექტურია რა. და ეს ფენტერამინი ნორადრენალინის რაოდენობას ზრდის თავის ტვინში და ეგ ამცირებს მადას, ამცირებს cravings და ასევე ცვლის გემოს აღქმას. ოღონდ ტოპირამატი ცვლის გემოს აღქმას და ადამიანს მოკლედ ის საკვები ისეთი გემრიელი აღარ ეჩვენება, ესეც არის. ხო, ეს ზოგ ადამიანს არ მოეწონება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ანუ ის საკვებით ვინც სიამოვნებას იღებს და ვინც ჭყალში საკვებით кайფობს, მისთვის არ არის სასიამოვნო ეს ყველაფერი, მაგრამ წვანში კლება მსხვერპლს მოითხოვს და ეს მსხვერპლის სახით შეიძლება შეწიროს ადამიანმა გემო. ეხლა რა არის მნიშვნელოვანი გვერდ ეფექტები, რა შეიძლება ქონდეს ამას? პირის სიმშრალე, უძილობა, სისუსტე, თაბლოსხობა, შეკრულობა შეიძლება გამოიწვიოს, ზოგ შემთხვევაში შფოთვა და აქვს ძლიერი ტერატოგენული ეფექტი, ან სიმახინჯეები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში და ამიტომ ორსულებში არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა ეგ. თირკმელში კენჭები შეიძლება გამოიწვიოს ტოპირამატმა და ამიტომ კონტროლი ჭირდება. ხასიათის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური ფიქრები ზოგ ადამიანში, ამიტომ მუდმივი კონტროლი ჭირდება ექიმის. ამიტომ ხოლმე ზოგადად ესეთი პრეპარატები, ფსიქოტროპული პრეპარატები, რომ ექიმის გარეშე ვთქვათ არ გაიცემა და არ იყიდება, რომ იმდენ ნიუანსია, რომ ეს ნიუანსები თუ არ გაითვალისწინე, კაი შედეგს ვერ მიიღებ და ამიტომ არის ხოლმე ეს რომ უნდა ექიმის მეთვალყურება საჭირო, იმიტომ ხა სუიციდური ფიქრები მართალია ძალიან იშვიათად ახასიათებს, მაგრამ რო ახასიათებს ძალიან სერიოზულია. და შეიძლება გულის რითმის დარღვევები გამოიწვიოს. შესაბამისად, საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს, უბრალოდ კონტროლი ჭირდება. ექიმის მუდმივი კონტროლი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს მოკლედ ამ პრეპარატის დანიშვნა. ტირზეპატიდი არის შემდეგი პრეპარატი. ეს ტირზეპატიდი არის უფრო ძლიერი ვიდრე ნებისმიერი სხვა, ანუ ყველაზე ძლიერი წვანში კლების პრეპარატი ეს გვაქვს. ტირზეპატიდი არის GLP-1 რეცეპტორის აგონისტი და თან არის GIP აგონისტი, რომელსაც ქვია გლუკოზ დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი და ეხა ეს რას აკეთებს? ორ რამეს აკეთებს, ერთი GLP რას აკეთებდა, რომ კუჭის დაცლას ანელებს და ადამიანს სიმაძღრის გრძნობა აქვს და თავის ტვინზე მოქმედებს და სიმაძღრის გრძნობა აქვს, იმიტომ რომ თავის ტვინში გვაქვს რეცეპტორები, GLP-1 რეცეპტორები. ეს GIP რეცეპტორებზე მოქმედებით კი რას აკეთებს, რომ ცხიმების მეტაბოლიზმს აჩქარებს, ინსულინის მგრძნობელობას აძლიერებს და ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს. ანუ საკმაოდ კარგი მოქმედება აქვს ამასაც, ერთ-ერთი კარგი, თან ორმაგი მოქმედება აქვს და მოკლედ ძალიან ეფექტურად მიიჩნევა და მონჯორნო გააჩნია როგორც წაიკითხა, არ ვიცი. ესე ქართულად ალბათ მონჯორნო იქნება. მონჯორნო ესე ქვია. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, მოკლედ რა, რაც ერთ-ერთი კი არა ყველაზე ძლიერი, რაც წონაში კლებაში გვაქვს საერთოდ. და ერთ წლის განმავლობაში დაახლოებით სხეულის მასის 20%-ს კარგავს ადამიანი. ანუ ერთ წელიწადში მოკლედ თუ 100 კილო ადამიანი რომ 20 დაიკლოს რა ეგრე. ძალიან ბევრია. ანუ შეიძლება თქვას ადამიანს არ მოაჩვენოს რაღაც ბევრად, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრია ეს. შესაბამისად, ან ძალიან ეფექტური პრეპარატია, ესეც ინექციებია, ესეც კვირაში ერთხელ არის ინექცია. ხო, შესაბამისად ძალიან ეს ცოტა უფრო ის არის გადის კვლევებს და სავარაუდოდ
მიიღებს ეფრუს, ანუ რამდენად მიღებული აქვს ეფრუ უბრალოდ არ ვიცი, ამიტომ აქ ვერ ვიტყვი ზუსტად და მე გადავამოწმებ ამ ინფორმაციას, მაგრამ გამოიყენება რა, აქტიურად გამოიყენება, ძალიან პოპულარულია თან ტირზე პატიდი, ან მონჯორნო, იგივე მონჯორნო. და მეხუთე პრეპარატი, რომელზეც მინდოდა საუბარი, არის ნალტრექსონის და ბუპროპიონის კომბინაცია. ეხლა ნალტრექსონი და ბუპროპიონი შეიძლება ადამიანმა იყიდოს ცალ-ცალკე და დალიოს. ან ერთადაც არის კომბინაციებში კონტრავე ქვია თვითონ ამ პრეპარატს. ესეც, ანუ მარტივი პრეპარატი ესეც არ არის. ესე იგი, ეს ნალტრექსონი ოპიოიდის რეცეპტორების ანტაგონისტია და ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებაში გამოიყენება, როცა უნდა ადამიანს დაანებოს თავი მაგალითად ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, მაგრამ ასევე თანა ეფექტი ქონდა, რომ ამცირებს კრეივინგებს, ამცირებს საჭმელზე დამოკიდებულებას და ამიტომ არის საკმაოდ პოპულარული. ბუპროპიონი არის ძალიან ცნობილი ანტიდეპრესანტი, რომელიც არის ნორადრენალინის და დოფამინის აგონის უკუნიტაცების ინჰიბიტორი, ან მათ დონეს ზრდის თავის ტვინში და ეგ კიდე ამცირებს მადას მნიშვნელობას, ანუ თავის ტვინში ამცირებს მადას, ნორადრენალინი და დოფამინი რო გაზრდილი გაქვს, პრობლემა არ არის. ძალიან ბევრი დროს გამოიყენება ხოლმე, ეგ გამოიყენება იგივე ბუპროპიონი ADHD-ის დროს, ასევე როცა ადამიანს ემოციური კვება აქვს, საჭმელზე დამოკიდებულია, როცა ბევრს ჭამს, მოკლედ ძალიან ბევრი ჩვენება აქვს. და ეფრუვი მიღებული აქვს ჭარბიწონისთვის, ამ კომბინაციას აქვს რეალურად მიღებული ეფრუვი ჭარბიწონისთვის და 30 და მეტი როცა აქვს BMI ადამიანს, ან 27 და თან თანხლები დაავადებები აქვს. მიიღება დღეში ერთხელ ესეც და როცა ადამიანი შეწყვეს, წვანში რა თქმა უნდა მოიმატებს, ან ჯანსნური აბი არ არსებობს. ეხლა სასურველი არის, რომ ადამიანმა შეცვალოს დროთა განმავლობაში ცხოვრების წესი, მნიშვნელოვანი საკითხია და ადამიანები იკლებენ 5-დან 8%-მდე სხეულის მასას 1 წლის განმავლობაში. ეხლა ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები აქვს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი ზოგჯერ, შეკრულობა ზოგჯერ, უძილობა ზოგჯერ, მკვეთრი სიზმრები ზოგჯერ და პირის სიმშრალე, ასევე გულისცემის სიხშირის გაზრდა. სერიოზული ის რაც აქვს ახლა შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური ფიქრები და ამიტომ კონტროლი ჭირდება ისევე ექიმის აუცილებლად და იგივე გულისცემის სიხშირის გაზრდა სჭირდება კონტროლი და ასევე შეიძლება წნევა გაზარდოს და ამიტომ არ მიიღება იმ ადამიანებში, ვისაც უკონტროლო ჰიპერტენზია, ანუ გაკონტროლებული ჰიპერტენზიის დროს შეიძლება, მაგრამ უკონტროლოს დროს როცა არ აკონტროლებ არა. და ყველაზე მთავარი რისკია გულყრების რისკი შეიძლება გაზარდოს, ან ბუპროპიონს აქვს ეგეთი გვერდითი ეფექტი, რომ ამცირებს გულყრის წარმოშობის ზღურბლს თავის ტვინში და ამიტომ არის რომ გულყრის რისკი შეიძლება გაზარდოს, ამიტომ ბუპროპიონი ცოტა პრობლემაა, თუმცა ეგ ძალიან იშვიათია ეგეთ გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ იფიქროთ რომ ახლა გვერდითი ეფექტებზე მე ვამოხლებ ყურადღებას, იმიტომ რომ უსაფრთხოება ძალიან მთავარია, მაგრამ ეგ გვერდითი ეფექტები 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ხდება, ანუ ძალიან ცოტა ადამიანზე მართება, ამიტომ არის რომ ესეთი წამლების მიღების სარგებელი ბევრად მეტია ვიდრე ის რისკი. ხო, იმ რისკი თუ გამოვლინდება, დაანებებს ის ადამიანი თავს ისიც, რომელიც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ეგ არის ისა, ხო, უსაფრთხოება 1 წელზე მიიჩნევა, მოკლედ უსაფრთხოდ, მეტიც ხალხი ზოგი წლობით იღებს ხოლმე, მაგრამ მიჩნეული ასეა, სერიოზული გვერდითი ეფექტები, ხო, წელზე ხო, და სერიოზული გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე. ამ შემთხვევაში ძალიან ბუპროპიონის და ნალტრექსონის დოზებზე ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაღალი დოზა ბევრ გვერდით ეფექტს უდრის. და აქვე არის კითხვა, რომ ეს, ანუ ის რო გვაქვს ნემსები, სემაგლუტიდი და ეს ისინი რა ქვია, ტირზაპეტიდი გვაქვს თუ არა ორალური ტაბლეტები, აბები თუ არის,
არის აბები, ანუ სემაგლუტიდის აბები არის, რომელსაც ქვია ribelsas ესე ქვია. და ეფრუვი მიღებული აქვს დიაბეტის მკურნალობისთვის, დღეში ერთხელ მიიღება, მაგრამ ჯერ არ აქვს ეფრუვი მიღებული იმისთვის, რა ქვია, ჭარბი წონისთვის, თუმცა მიიღებს სავარაუდოდ უახლოესი თვეების ან უახლოესი 1 წლის ამბავია ალბათ. ხო, იმიტომ რომ ის მესამე ფაზაშია უკვე როგორც ვიცი, ეგ ისა და მალე იქნება მოკლედ, ანუ აბების სახით და შესაბამისად იქნება ხალხი კმაყოფილი. ხო, პრობლემა რა იყო? მან პრობლემა იყო, რომ ისა პრობლემა იყო შეწოვა რა, შეწოვის საკითხი კუჭი შლიდა ადვილად. ხო, აქვე პატარა კომენტარს გავაკეთებ მიმდინარე მოვლენებზე ძალიან დიდი ხანი არაფერი არ მითქვია. ახლა ეს რომ სანქციების ამბები იყო, ახლა გამოაცხადეს და რაღაცა. ანუ აი ისევ და ისევ რა ჩემი აზრით აი ვინაიდან კრიზისია, ვინაიდან ესეთი კრიზისია, ერთ-ერთი გამოსავალია რომ კარგი ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეს მიმოჩნია მე მაგალითად გამოსავლად ყველა დამშვიდდება და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და არც ბიზნეს არ ექნება პრობლემა. რა თუნდა, რა ვიცი, აი რა თუნდა ეს პრობლემები. რატო? ხო და ჩაატაროს არჩევნები. ყველა დამშვიდდება. სამართლიანი ოღონდ. ხო. ეგ მაგას ხედავ ერთ-ერთ გამოსავლად. ხო, და ის კიდე ანუ არ არის რუსეთი გამოსავალი, თორე ხო, ანუ რომ ეს ხალხს გონია ალბათ რომ ანუ რუსეთი გამოსავალია თუ რა ვიცი, ანუ ეს მთელი დასავლეთი რო გადავიკიდეთ, რას ფიქრობს ეს ხალხი რომ ანუ რუსეთია გამოსავალი, ან რუსეთში ხო არ ცხოვრობენ კარგად, რუსეთში ხომ ადამიანები ჩაგრებიან, იგივე აყარა იმან პუტინმა და გაყარა ომში ხო ეს თავისი მოსახლეობა და საერთოდ არ აინტერესებს რა დოზით ეხოცება. ანუ ეს არის იმშვიდე, ან ეს არის მშვიდობა. ხო, ან და ის ძალიან სასაცილოა ხოლმე ის არგუმენტები, რომ აი ამერიკაც ცუდია და ამერიკაც ცუდია რო ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება ანუ ამერიკა იყოს ცუდი. შეიძლება მე არ ვარ არავის აპოლოგეტი და არ ვამბობ რომ ამერიკაში ახსნა და რაღაცა. უბრალოდ თუ სადმე ოდნავ ნათელი წერტილი არის ეხლა, ხო? ეს დასავლეთი, ან დასავლეთში არის ადამიანის უფლებები დაცული, დასავლეთში არის სიცოცხლის უფლება დაცული, დასავლეთში არის თავისუფალი სასამართლო დაცული, თუ რამე დაგიშავეს თავისუფალი სასამართლოა შეიძლება თავი დაიცვა, დასავლეთში არის ნაკლები დისკრიმინაცია. ესენია, თორე იდეალური კი არ არის, ანუ არავის არ აქვს იდეალური, იმის ისა განცდა რომ რაღაცა დასავლეთი იდეალური სამყარო არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, ბევრი ნაკლოვანებები აქვს. მაგრამ უბრალოდ აქ ჩვენ და ისიც მე ამბობ ხოლმე რომ მე არავინ არ მაინტერესებს, მე საქართველოს ქართველები უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი. კი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელი მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ტერიტორიები არ გვექნება და არ გვეყოლება ისეთი მტერი მეზობელი, როგორც რუსეთია, ხო? ესე გარემოცვაში რო არ ვიყოთ ესეთი ისე ოკუპანტი ქვეყნის, მაშინ შესაძლებელია კი, რა თქმა უნდა, ანუ სრულიად არც ამერიკა გვინდა და არც ევროპა და არც არავინ არ გვინდა ეგრე, მაგრამ მაგ მოცემულობაში რო ვერ ვართ. ეგ არის ისა პრობლემა, თორე მან რო ვიყოთ იმასავით აწყობილი შუაგულ ევროპაში რო ვიყოთ დარჭობილები ჰოლანდიასავით, იმასავით ნიდერლანდებით მაგალითად ან შვეიცარიასავით მშვენიერი იქნება გვეთქვა რომ არავინ არ გვინდა აწყობილი გვაქვს ცხოვრება ვიქნებოდი მშვენივრად. მაგრამ ესე არაა სამწუხაროდ. ხო, ისა კიდე რა ვისაც დაინტერესებთ გიედვალის ძალიან კარგი ინტერვიუ იყო და მოусმინეთ, რა მე ძალიან მომეწონა და ვისაც დაინტერესებთ მოусმინეთ, რადიო თავისუფლებაზე იყო. შეგიძლიათ მოძებნოთ YouTube-ში, შეგიძლიათ მოძებნოთ თავისუფლება და მე გიედვალი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.